რეჟიმის ტყვეების რაოდენობა ისევ იზრდება 8 თვე პატიმრობა და 25,000 ლარი ჯარიმა. ასეთია განაჩენი, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ ნიკა მელიას საქმეზე გამოცხადდა. მელია უკვე საპატიმროშია, მას წულუკიანის კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გარდა კიდევ ერთი ბრალი აქვს წაყენებული მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო. მელიას ეგრეთ წოდებული საგამოძიებო უწყება სასამართლოს უპატივცემულობასაც ედავება. ნუცა ბახუტაშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში, ის გაგვაცნობს ამ განაჩენის დეტალებს. ნუცა 8 თვიანი პატიმრობა ეგრეთ წოდებული კომისიის საქმეზე, როგორც სხვა შემთხვევებში გასაგებია, მაგრამ რომ დავაკონკრეტოთ, რას ეხება 25,000 ლარიანი გირაო. თამარ მოსამართლე ნინო გაუსტაშვილმა ტრადიციულ სასჯელის ზომასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება და სარეზოლუციო ნაწილში გამოაცხადა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ნიკანორ მელიას აკისრებს 25,000 ლარიანი ჯარიმის გადახდის ვალდებულებას. ეს საქმე ეხება ძველ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც 2019 წელს განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ. ამ საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ნიკა მელიას სასამართლომ 25,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ეს ჯარიმა იყო აღუსრულებელი, შესაბამისად სხვა სისხლის სამართლის საქმის აღუსრულებელი განაჩენი მოსამართლე ნინო გაუსტაშვილმა დაუმატა თეატრულკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეს და 8 თვიან სასჯელთან ერთად თავისუფლების აღკვეთასთან ერთად და 2 წლიან შეზღუდვასთან ერთად საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებისა დაამატა 25,000 ლარიანი ჯარიმაც. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლე მსგავსად მოიქცა სხვა ოპოზიციონერი ლიდერების საქმეებისგან განსხვავებით ადვოკატის შეფასებით ნიკა მელიას წინააღმდეგ წარმოებული საქმეები, რომ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი არის და პოლიტიკურად მოტივირებული არის, მოწმობს სწორედ გაუსტაშვილის ეს გადაწყვეტილებაც. ის აფასებს ამ გადაწყვეტილებას როგორც უკანონოს. პროკურატურის შეფასებით კი საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები იძლეოდა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მოსამართლე მიიღებდა გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას. კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე განაჩენის სახით მას განუსაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლის ვადით აუგზავნა თანამდებობის და დაკავების უფლება. ამავდროულად ვინაიდან სახეზე იყო განაჩენთა ერთობლიობა, რადგან 2019 წლის განაჩენით ნიკანორ მელიას განსაზღვრული ჰქონდა ჯარიმა 25,000 ლარის შედანობით, ეს განაჩენი იყო აღუსრულებელი, მას არ ჰქონდა აღნიშნული ჯარიმა გადახდილი, მიმდინარეობდა საავსრულებო წარმოება, აქედან გამომდინარე სახეზე იყო განაჩენთა ერთობლიობა და შესაბამისად აღნიშნული განაჩენი დაემატა დღევანდელ მიღებულ განაჩენს. როგორც მოსალოდნელი იყო, მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი, რითაც ნიკას განუსაზღვრა 8 თვის თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეხება 25,000 ლარიან ჯარიმას. ჩვენ უკვე სათვალავი აგვერია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. 2019 წლის ერთ-ერთი განაჩენის დროს ნიკას ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 25,000 ლარის ოდენობით, რომელიც მას არ ჰქონდა გადახდილი და შესაბამისად მოსამართლემ აღნიშნულ განაჩენში ასახა აღუსრულებელი ნაწილი წინა განაჩენით. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნიკა არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დამოკიდებული სასჯელის, ასე ვთქვათ, აღსრულებას, რაც შეეხება ჯარიმას, რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთას, იგი ორჯერ არის დაპატიმრებული. დღეს საერთოდ გამომართლებელი განაჩენიც რომ დაეყენებინა, მოგეხსენებათ, ნიკასთან მიმართებით არის დაპატიმრება გამოყენებული. გამოსაცდელი ვადით დანიშნულმა მოსამართლე ნინო გაუსტაშვილმა გადაწყვეტილება თეატრულკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე უკვე გამოაცხადა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ განიხილავს, ნიკა მელიას წინააღმდეგ. ასევე განიხილება მოსამართლის შეურაცხყოფის საქმე, კერძოდ წყლის შესხმის ეპიზოდი მოსამართლისათვის. ამ საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა 6 აგვისტოს არის ჩანიშნული.